და დავიწყოთ პირდაპირ თქვენი შტაბ-ეშტილებებით გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. მე უნდა გითხრათ, რომ იმედ გაცრუებული არ ვარ. გუშინ მოხდა ის, რაც ჩემს მოლოდინებს ყოველ შემთხვევაში ძალიან არ ცდებოდა. უბრალოდ მე არ მეგონა თუ ასე მალევე მოხდებოდა ყველაფერ ამის გამჟღავნება. ერთია, რომ მე მკვიდრად აცხადებ თავს და მეორეა, რამდენად შეგიძლია მემკვიდრეობის ზიდვა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ის ავტორიტეტი, რომელზედაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და ხაზს უსვამთ და არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ეს იყო წინა პატრიარქის პერსონალური ავტორიტეტი. და ამ ავტორიტეტზე კაპიტალიზება სხვათა შორის არ მგონია, რომ მაინც და მაინც დიდხანს რესურსი ამისი არსებობდეს. აი მე დღეს ჩემთვის ვფიქრობდი, იცით, რა მოხდებოდა მაგალითად, რომ ყოფილიყო სხვა მღვდელმთავარი გამხდარიყო პატრიარქი. აი მაგალითად, მე უფე იობი, რომელსაც მე ძალიან ხშირად არ ვეთანხმებოდი ხოლმე რაღაცებში, გამიკრიტიკები საჯაროდაც გამომიხატავს და უნდა გითხრათ, რომ მე უფე იობს აქვს აი არაჩვეულებრივად, როგორ გითხრათ, ესეთი კულტურა კრიტიკის მოსმენისაც და არასოდეს გულში არაფერს არიდებს, მე ეს შემიმჩნევია არაერთგზის მისთვის. ეს ძალიან დადებითი თვისება ლიდერისთვის. მაგრამ აი ნახეთ, მე უფე იობი არის ის მღვდელმთავარი, რომელსაც აქვს საკუთარი ავტორიტეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. და საკმაოდ სერიოზული ავტორიტეტი. მას პატრიარქ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზირება არაფერში არ ჭირდებოდა. ამიტომ მას შეეძლო ძალიან თამამად საკუთარი ავტორიტეტით ახალი ფურცელი გადაეშალა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. 50 წლის შემდეგ ახალი ფურცლის გადაშლა არის ძალიან ნორმალური, ძალიან ლოგიკური და აუცილებელი რამ. იგივე შემიძლია ვთქვა მე უფე ისაიაზეც, ხო, ნუ აღარ გავცელდები, ამ ადამიანმა ასევე დააგროვა თავისი კაპიტალი, როგორც რელიგიურმა მოღვაწემ საქართველოს ეკლესიის ფარგლებში. და არა მარტო სხვათა შორის. მისი ღვაწლი საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ მიტროპოლიტ გრიგოლზე, მაგალითად, რომელიც ასევე ერთ-ერთი კანდიდატი იყო. გრიგოლზე. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სასულიერო ქრისტიანულ საგანმანათლებლო სამეცნიერო წრეებშიც ასევე ნამდვილად. დიდი ავტორიტეტი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც შენ დანიელი ბევრი დასახელება შეიძლება აქ დროებით. ხო, მაგრამ მე ეს ორი იმიტომ გამოვყავი, რომ საპატრიარქო კანდიდატების მეც ამიტომ ვახსენე ეს ადამიანები. ამით იმისი თქმა მინდა, რომ როცა შენი პერსონალური ავტორიტეტი და კაპიტალი გაქვს უკვე, როდესაც ადიხარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტახტზე, ეს სხვა თავისუფლებას გაძლევს. სხვა შესაძლებლობებს გიხსნის. რაიმე ჯიბრი ან ჯინიკი არ სჭირდა ვინმეს დაუშვათ თუნდაც იმ დანარჩენ 14 მღვდელმთავარს, რომელმაც გადაწყვიტა ხმა არ მიეცა. ყველას აქვს რაღაცა მოტივი, ყველას აქვს რაღაცა მოსაზრება, რომლის გამოც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს мотиваცია იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მომავალი პერსპექტივებიდან გამომდინარე, რომ ის ყოფილიყო ანუ ახალი ფურცლის გადაშლა ყოფილიყო, ახალი სისხლის შემოდინება ყოფილიყო, ახალი ცოცხალი
გაცოცხლება მომხდარი იყო აი იმ პროცესისა, რასაც ქრისტეს ეკლესიის ცხოვრება ქვია. რატომ გაგიცნოდათ იმედი უпроსტოდ რატო გაგიმართლდათ თქვენი მოლოდინი როგორც შინდელი დღის გათვალისწინებით. ეს შეიძლება აღსაყდრების შემდეგ პირველი გამოჩენა. თქვენ ახსენეთ ერთი საინტერესო ფრაზა, რომ ეს იქნება მოემსახურება თუ არა პოლიტიკური ინტერესებს, დღის წესრიგს ერთი რომელიღაცა პოლიტიკური გუნდისა თუ არა. ილია მეორე პოლიტიკურ დღის წესრიგს თვითონ ქმნიდა და თუ არა და არიან პოლიტიკოსები და ჩაიხედონ თავის გულში და თქვან ის არ ემსახურებოდა დღის წესრიგს, თუმცა აქამდე რომ ისულიყო, მას ძალიან რთული და ძალიან დიდი გზის გავლამ მოუწია. და შესაბამისად აქ ეს საკითხი არ იდგა. აქვს თუ არა შესაძლებლობა ახალ პატრიარქს რომ არ მოემსახუროს ქართული ოცნების პოლიტიკურ დღის წესრიგს. შესაძლებლობა? ხო, შესაძლებლობა თუ ერთის მხრივ სურვილი და მეორეს მხრივ შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თავისუფალი ხარ ვალისგან ამ ხაზის გატარებაში. ხო, რამდენად თავისუფალი ხარ. თუ არ გაქვს ივანიშვილის ვალი, ყველაზე მძიმე რაც არის, მე რასაც ვხედავ ახლა, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკოსების მაგალითზე, ყველაზე რთული და მძიმე რაც შეიძლება ცხოვრებაში დაგემართოს, ეს არის კონდეს ივანიშვილის ვალი. ხო, და მე ამიტომ, როდესაც არის მცდელობა, რომ ჩემს ქვეყანას დაადონ ივანიშვილის ვალი, იმიტომ რომ როგორც ქველმოქმედმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოში, მე ცოტა სხვაგვარად უყურებ რა ამ საკითხს. ქველმოქმედება სრულად სხვა რამეა. თორე თუ შენ მე თავისუფალი ნება წამართვი, იმაში რაც თუ რამ სიკეთე გაგიკეთებია, ძალიან დიდი ბოდიში. ასე ამბობენ, რომ ყველაზე უკეთესად თავისუფალი ნების სანაცვლოდ ეშმაკი ასრულებს სურვილებს. თუ წახვალ ასე შეთანხმებაზე. ხო და ამაშია საქმე. მან უნდა იცოდეს რა არის და ეს ყველაზე უკეთესად იცის თავად ახალმა პატრიარქმა. როგორია ივანიშვილის წვლილი და არა მარტო ივანიშვილის მის ტახტს აღსაყდრებაში. აი ეს არის თემა. როდესაც მე ვლაპარაკობ შესაძლებლობას, მე კიდევ სხვა კუთხით შეგახედებდით თქვენს და მაყურებელსაც ამ შესაძლებლობაზე, რაც თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც თქვენ ახსენეთ, მაგრამ არის კიდევ ერთი ახალი ფაქტორი, უწმინდესი ილია მეორისაგან განსხვავებით, ეს პერსონალური ავტორიტეტი ავტომატურად არ დომინირებს მთელ სინოდს. ჩვენ ვიცით და ამაზე თავად მღვდელმთავრები საუბრობენ, რომ თუ ილია მეორე იყო მათი მამა, ასე ვთქვათ, ისინი დღეს არიან ძმები. და ძმათა შორის ვიღაცის გამოკვეთილი უპირატესობის აღიარების სურვილი არც ერთ მათგანს არ აქვს და მართალია ეს რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად წარმოუდგენია ვიღაცას სინოდარულ მმართველობას ისე ლაპარაკობენ, გეგოდება ეს რაღაც გარედან შემოტანილი მცდელობა იყოს სიტუაციის ცვლილების თუ ასე შემდეგ. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის მახასიათებელი, განსხვავებით რომის კათოლიკური პრეფსიტობა, თავისთავად ცხადია. ახლა დგება ის მომენტი, როდესაც სინოდში თითოეულ წევრს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ილია მეორის კალთას ამოფარებული ან მის ჯავშანს მიღმა კი არა, არამედ პერსონალურად მოუწევს ყველას ანგარიშვალდებულება, ყველას მანამდეც და ისეც მოუწევდათ იქ ანგარიშვალდებულება, მაგრამ აქ მიწაზეს მრევლის წინაშეც და ქართული ეკლესიის წინაშეც და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ეს მომენტი, როგორც შემაკავებელი მომენტი იქნება ეს თუ შესაძლებლობის რესურსი, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ანუ მოქმედი სინოდის და ახალი პატრიარქის დამოკიდებულების პერსპექტივის კონტექსტში? საქმე რა შეიძლება ხო ჩვენ მოგვიწევს ძალიან დეტალებში ჩასვლა. იმიტომ რომ დავუშვათ არ იყო დიდი სხვაობა ხო სულ
5 ხმით გადაწყდა მეტით არა და 17 მღვდელმთავარი ეს არ არის პატარა ძალა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ შიგნით რა სიტუაციაც არის იქიდან გამომდინარე თუ გადაწყვიტეს ჯერ ჩვენ არ მოგვისმენია პატრიარქის აზრი ეკლესიის შემდგომში პერსპექტივის მართვა-გამგეობის შესახებ, სოციალური დოქტრინის, განათლების დოქტრინის შესახებ და უცებ მოვისმინეთ ეკლესიის აზრი საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელი კანონები უნდა გამკაცრდეს ან არ გამკაცრდეს და ეთყობა დღეს ობიექტურობისთვის მე ვიტყვი, მე უსმინე რამდენჯერმე იქ ამბობს სიტყვას, რომ განმტკიცდეს. ანუ რაღაც ახალი კანონების ინიცირებაზე მე ასე მომეჩვენა, რომ არა, მოუწოდებია, მაგრამ რაც არის, რაც ალბათ ყველას არ მოგვეწონა, რომ ვიღაცები რომ მოგვიწოდებენ ამ ყველაფრის გაუქმებას და რაღაცას და ასე შემდეგ. ანუ მაგრაზე იყო საუბარი, იყო კენჭი იქნა გადაგდებული, თითქოს ევროპა რაღაცას ჩვენ გთხოვს და რამაც ამ შემთხვევაში უკმაყოფილება გამოიწვია, გამოხატული არის იმაში, რომ თუ ამაზე აპირებას და აქცენტირებას მაინც და მაინც ასე კაფეოდ მკაცრად და ასე თქვა სერიოზული მოთხოვნით კანონები რას ნიშნავს როგორ უნდა ზოგადად ევროპულ ღირებულებებთან შენი ერთობის სიახლოვის ქრისტიანულ ღირებულებებთან ერთობისა და კრეფსიდობის თემაზეც უნდა გესაუბრა თითქოს ხო? ამიტომ ეს გარეთ ქადაგება ამ ხრივ სერიოზულად პრობლემატური იყო. ამაზე არ არის საუბარი, ხო როგორ უნდა გამტკიცდეს ეს კანონები, როგორ წარმოუდგენია. აღსრულებაში გულისხმება, ხო? ანუ ახლა თუ ვინმე ჯერ არ არის დაჭერილი ფარას გამო ან რაღაცა სხვა აი ესეთი რეპრესიული კანონის გამო უნდა დაიჭირონ ამას გულისხმობდა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ გიორგი გუშინ მან ხალხს მოუწოდა მისულიყვნენ ზეიმზე, ხო? ოჯახის სიწმინდის დღე არის დღესასწაული, ასე ამბობენ. და დღესასწაულზე მისულ ადამიანებს ჯვარი დაუსვა და უთხრა რომ განწირული ხარო, იმიტომ რომ იქ მისულ და შეკრებილ ადამიანთა უმრავლესობას ის მძიმე ფაქტი ცხოვრებაში და ოჯახში რაც ხდება, შეიძლება ოჯახს გარეთაც, რასაც ქვია აბორტი, ყველაზე მეტად დამანგრეველი ქალის ფსიქიკისა, მენტალური მდგომარეობისა, ფიზიკური მდგომარეობისა და არც ერთი ქალი არავინ იფიქროს, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს ძალიან იოლად და ასე როგორიც არ უნდა იყოს ქალი. მათ შორის თუნდაც ძალიან დაბალი განათლების მქონე, ხო? და ამ ადამიანებს ეუბნება განწირული ხარო. განწირული ნიშნავს, რომ იქ საშველი არ არის. ეს არის ვერდიქტი. და მაგრამ რატომ ვინ როდესაც მაცხოვარმა ყველას მიცა შანსი, ყველა ცოდვილს, მკვლელსაც შანსი მიცა, შენ რატომ დაუსვი ჯვარი? ეს რა იყო? ქრისტიანობა იყო, არ იყო? წამოცდენა იყო, არ იყო? წამოცდენა არ იყო. და რატო არ იყო წამოცდენა, იცით გეტყვით? აბა ნახეთ კირილის გადაგებები აბორტთან დაკავშირებით. პირდაპირ ჯოჯოხეთის სასჯელით იმუქრება რუსეთის პატრიარქი ემუქრება ქალებს თუ არ გააჩენენ შვილებს, რომლებიც სამშობლოს დასაცავად მოკვდებიან. და ეს ჩემი გადასახედიდან, რასაც კირილ გუნდეევი ქადაგებს, არ არის ქრისტიანობა. მე ამიტომ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩარევა ხდება საკ. თორე იმაზე ხომ არა მაქვს პრობლემა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში რამდენი დაუშვათ ხო ეკლესია ეხლა.
ვინმეს ხსმენიათ, რომ პრობლემები მოგვეთქვას, რომ რომელიმე ეკლესიის პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსთან, ან ამასთან, ან იმასთან რატომ არის ეს ურთიერთობები? არ არის ის ქრისტიანობა. ის არის რაღაცა კრემლისტური დოქტრინა, რასაც რუსეთში დღეს გადაგებენ და არა მარტო დღეს, კარგახანია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ქრისტეს სწავლებასთან. და როდესაც მე მესმის ჩემი პატრიარქისგან იგივე ცხადია მაქვს რეაქცია. და არც თუ ისე სასიამოვნო. გარდა ამისა, რა ვიცი, ალბათ მაქვს უფლება თქვა, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის ისე კარგად პატრიარქის დამოკიდებულებები სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან, როგორც მე. ყოფილი პატრიარქის. დიახ, ყოფილი პატრიარქის. მისი უწმინდესობა ილია მეორის. ილია მეორის. ნამდვილად. და მე ვიცი, როდესაც აი ესეთი წამოცდენები რო ქონდათ ხოლმე, არც თუ იშვიათად, რა ძალისხმევა გვჭირდებოდა მერე და როგორ ეკიდებოდა ამას თვითონ ილია მეორე პატრიარქი, განსვენებული, რომ ეს პრობლემა გამოგვესწორებინა. როგორ გახდა ისლამურ სამყაროში ასეთ ყველა რომ ამაყობს და ხა თვითონაც რომ ამბობენ რომ ასეთი ავტორიტეტი და პატივისცემა ქონდა ისეთ რამეებს ამბობდა ხოლმე როგორც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს გაისმა მიუხედავად იმისა რომ მის პრიორიტეტებში დემოგრაფიული პრობლემა ლამის პირველ ადგილზე იყო და სწორედ აქედან მოდიოდა ინიციატივა მესამე ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით და ამან მართლაც მნიშვნელოვანი ბიზნესი მისცა იმ დემოგრაფიულ დინამიკას რომელიც იყო ამ წლებში ანუ საქმითაც ბევრს აკეთებდა ამ იყო საკითხები რომელსაც მე მაგალითად განსხვავებული მოსაზრება მქონდა პატრიარქ ილია მეორისაგან ამაზე გვისაუბრია მithქვამს მაგრამ როგორი ფილიგრანული სიზუსტით მიდიოდა აი სწორედ განსხვავებულ კონფესიებთან და განსაკუთრებით ისლამთან ურთიერთობაში თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმიტომ რომ ამისი მნიშვნელობა მას გადასარევად ესმოდა გადასარევად ესმოდა ამიტომ რეალურად ის იყო პირველი ქრისტიანი ლიდერი რომელიც ოფიციალურად მიიღეს სპარსეთის ყურის ქვეყნების სახელმწიფოებმა ეს ვიზიტი ხო ჩემი მომზადებული იყო და მე თავად ვახლდი მას და მე ვიცი როგორი იყო ეს ვიზიტი და როგორ დახვდნენ მას და მithumetes კავკასიური პოლიტიკის ნაწილშიც საერთო კავკასიური ლიდერად სრულიად ამსახურებოდა და აღიქვებოდა. რა საკვირველია, გარდა მაგისა მას ჰქონდა პერსონალური ურთიერთობები ძალიან ახლო აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან დიდი ხნისთან ძალიან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მაგრამ აი ეს ბოლო მისი საქმიანობის დაუშვათ რაღაცა 15 წელი ეს ურთიერთობები განსაკუთრებით იყო ძალიან აქტიური. მე მაქვს კითხვა გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალ კათოლიკოს პატრიარქთან. ალაჰ-შუქურ ფაშახზადე. ხო, ფაშახზადე. შეიხულ ისლამ ალაჰ-შუქურ ფაშახზადე. ძალიან დიდ პატივს სცემდა. ნამდვილად. და მე მაქვს ასეთი კითხვა. ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც დღევანდელი პატრიარქი შიო მესამე იყო მოსაყდრე. რატომ დავთმეთ ჩვენ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩვენი ინტერესები სომხეთში და აზერბაიჯანში კანონიკურ საზღვრებს გულისხმობ მე ჩვენი ეკლესიის. რატომ დავთმეთ ეს? ჩვენ ვერ დავიცავით, ვერც ფურცელზე გვაქვს ჰერეთის ეპარქიაც და ტაში რაგარაკისაც. ამ დროს, როდესაც რუსეთმა ოფიციალურად ეპარქიები აქვს კანონმდებლობით დარეგისტრირებული. მე ხომ ვიცი რა ბრძოლა იყო საჭირო და ვიყავი ამისი ნაწილი, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ დაგვერეგისტრირებინა ეპარქიები და კანონიკურად ის ჩვენი საზღვრები ყოფილიყო. რატომ დათმეს? რატომ ზის დღეს სომხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი? კითხვა მაქვს, ადმინისტრაცია ხომ იყო მოსაყდრე, მის ფუნქციებში ხო შედიოდა ადმინისტრირება. ეს არ იყო მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ძალიან სერიოზული.
ის რომ არა მარტო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ახალი პატრიარქი აღარ მოიხსენიეს სრული ტიტულით მსოფლიო პატრიარქის მილოცვაშიც ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის ტიტული აღარ იყო. ეს მე მაფიქრებინებს, რომ ჩვენ გვაქვს ცოტა ხანში სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, ასევე აფხაზეთში ჩვენს კანონიკურ საზღვრებთან დაკავშირებით და აი მთავარი პრობლემები, მთავარი ბრძოლა სად არის გადასატანი და არა გენდერის წინააღმდეგ კანონებთან და არა სხვა რამეებთან და აქვს დიდი რომელიც თავისთავად დასავლეთის გარკვეულ ქვეყნებში მართლაც შეიძლება პრობლემათა ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარი ყოფილიყო თავისი ზედმეტი გადახრების გამო, მაგრამ საქართველოში ქართული ხალხის ჩვენი ოჯახებისა და ადამიანების წინაშე მდგარ პრობლემებში ეს პირველ ათეულსა და 20-ში ნამდვილად არ შედის. ეს იყო მოულოდნელის და არასწორის, თუმცა ვერ გეტყვით რომ ეს დიდად გამიკვირდა, იმიტომ რომ მანამდელი ქადაგებების კვალობაზე ეს შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მაინც სხვაგვარად უყურებთ ახლა და დარწმუნებული ვარ ალბათ თავადაც ბევრს ფიქრობს იმაზე, რითი იქნება განსხვავებული მღვდელ ეპისკოპოსი შიო, პატრიარქ შიო მესამისგან და მნიშვნელოვანია რომ მათ შორის ეს გუშტელი გამოცდილებას და რეაქციაც მისი მხრიდან დადებითიც და უარყოფითიც გათვალისწინებული იქნას მისი მხრიდან. იმედი მაქვს ხოლმე. ხო, ყოველ შემთხვევაში ის რომ სოციალურ ქსელებში რეაქციის შემდეგ განმარტება არ მოყოლია ამას, ეს იმას ნიშნავს რომ ბევრი არაფერი შეიცვლება ამ თვალსაზრისით.